ამჟამად რუსეთში კრიზისია. და ეს არ არის უმნიშვნელო პრობლემა. კრიზისმა მოიცვა მთელი ქვეყანა. მოსკოვიდან სიბირამდე გავრცელდა, რადგან პუტინის ომი არა მხოლოდ შინ დაბრუნდა, არამედ უკვე ზიანს აყენებს იმ ხალხს, რომლის დაცვასაც რუსეთის თითქოს და ძლიერი ლიდერი აცხადებს, რომ შეძლებს. უკრაინა აიძულებს პუტინს პასუხს აგებინებს ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა. როგორ? უკრაინამ ახლა გამიპოვა რუსეთის გამორთვის ღილაკი და დააჭირა მას. ამ წუთებში რუსეთი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სათვავის კრიზისშია, რაც ქვეყანას გამოუცდია მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა რკინის მუჭით ჩაიგდო ხელში და არანებებს თავს. უკრაინის დამანგრეველი კამპანია რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ მთელ ქვეყანას პარალიზებას უკეთებს, რადგან საწვავის დეფიციტი ვრცელდება იმ რეგიონებშიც კი, სადაც პუტინს არასდროს ეგონა, რომ უკრაინის ქმედებები გავლენას მოახდენდა. ყველაფერი ტირიმით დაიწყო. მაისში უკრაინამ დაიწყო კოორდინირებული კამპანია, რათა გაენადგურებინა რუსეთის ლოგისტიკა, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს ემსახურებოდა. ამ კამპანიას უწოდეს ლოგისტიკის ბლოკადა. უკრაინა უტევს მომარაგებისა და საწვავის მანქანებს იმ ლოგისტიკურ არტერიებზე, რომლებიც რუსეთის ყირიმის ოკუპაციას აწუწყლებს და ეს აშკარა შედეგს იძლევა. 4 ივნისისთვის ყირიმში საწვავის დეფიციტის შესახებ გავრცელდა ცნობები, რის გამოც ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებლებს შეზღუდვები დაუწესეს. უმეტესობას უთხრეს, რომ თითო მანქანაზე მხოლოდ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეეძლოთ, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ყველას, ვინც სამუშაოსთვის ავტომობილით გადაადგილებაზეა დამოკიდებული. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები ბენზინგასამართ სადგურებთან უზარმაზარი რიგების შესახებ, რადგან ყირიმში მსხოვრები ადამიანები სასუწარკვეთილებით ცდილობდნენ ნახევარკუნძულზე დარჩენილი ბოლო წვეთები ბენზინი შეეძინათ. 21 ივნისისთვის კი შეზღუდვები გადაიქცა სათვავის გაყიდვის სრულად შეჩერებად ყველასთვის, გარდა სახელმწიფო უწყებებისა, რადგან უკრაინის თავდასხმები ყირიმის ლოგისტიკაზე კიდევ უფრო გაძლიერდა. თავდაპირველად ჩანდა, რომ რუსეთის საწვავის კრიზისი მხოლოდ ერთ რეგიონს შეეხებოდა, მაგრამ სიტუაცია რუსეთისთვის ბევრად უფრო დამძიმდა. ვლადიმერ პუტინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყირიმის იზოლაციის კამპანია მიმდინარეობს პარალელურად ბევრად უფრო ფართო მცდელობასთან, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი და სატრანსპორტო ჰაბების პარალიზებას. და ეს კამპანია უბრალოდ ვთქვათ, ამჟამად რუსეთში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. 22 ივნისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის 6 რეგიონს იძულებული გახდა დაენერგა იგივე ტიპის საგანგებო საწვავის რაციონირება, როგორიც ივნისის დასაწყისში ყირიმში ვიხილეთ. ეს შეზღუდვები რეგიონების მიხედვით განსხვავდება, ხოლო ეს 6 რეგიონია ომსკი, სარატოვი, ამური, ტამბოვი, ირკუტსკი და ვორონეჟი. ამ რეგიონებში შეზღუდვები ჯერ კიდევ ისეთი მკაცრი არ არის, როგორც ყირიმში ვიხილეთ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მაგალითად, ომსკის ხელისუფლებამ ბენზინის შეძენა თითო ავტომობილზე 40 ლიტრით შეზღუდა. დიზელის კი ქალაქებში 80 litrით, ხოლო ავტომაგისტრალებზე 200 litrით. სარატოვში ბენზინის შეძენა 30 litrით არის შეზღუდული და ეს შეზღუდვა სულ მცირე 30 ივნისამდე გაგრძელდება. ვორონეჟში კი ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურებზე მოქალაქეებს თითო ავტომობილზე მხოლოდ 30 ლიტრი ბენზინისა და 60 ლიტრი დიზელის შეძენა შეუძლიათ. ირკუტსკში მდგომარეობა, როგორც ჩანს, ყველაზე მძიმეა. ზოგმა ბენზინგასამართმა სადგურმა მომსახურება სრულად შეწყვიტა და საწვავს მხოლოდ საგანგებო სამსახურებსა და სხვა საჯარო მომსახურების ორგანიზაციებს აწვდის. თუმცა რაც აქ ხდება, აშკარად საწვავის კრიზისის დაწყებაა. მაგრამ შეიძლება იკითხოთ, რა არის ამაში განსაკუთრებული? 6 ან 7 რუსული რეგიონი, მათ შორის ყირიმი, ზღუდავს საწვავის გაყიდვებს. ეს ნამდვილად კრიზისია. ეს კარგი კითხვებია და შეგვიძლია პასუხი გაგცეთ, თუ ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედავთ რუსეთის საწვავის ამჟამინდელ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს 6 ან 7 რეგიონი ყურადღების ცენტრშია შეზღუდვების გამო, რეალობა, რომელსაც რუსეთი ცდილობს დამალდამალოს, ისაა, რომ ათეულობით რეგიონი მსგავს საწვავთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდება. 20 ივნისის სტატიაში Wall Street Journal-მა გაამხილა, რომ საწვავის შეძენაზე დაწესებული შეზღუდვები უკვე გავრცელდა რუსეთისა და ოკუპირებული უკრაინის 53 რეგიონზე, ხოლო ყველაზე შორეულ რეგიონებში, როგორიცაა სიბირი და რუსეთის არქტიკული ტერიტორია, ეს შეზღუდვები უკვე ამოქმედებულია. ის რეგიონები, რომლებიც უკვე ვახსენეთ, მხოლოდ ის ადგილებია, სადაც ადგილობრივი გუბერნატორები დეფიციტს იმდენად აშკარად ახმაურებენ, რომ მედია საშუალებები ამას ამჩნევენ. მაგრამ ჟურნალის მიხედვით, რუსულმა მედია საშუალებამ სახელად ბელმა 53 რეგიონი დაითვალა, რომლებიც დაზარალდნენ, მას შემდეგ რაც ყურადღებით შეაგროვა საჯარო განცხადებები, რომლებიც დასავლური მედია საშუალებებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. ეს უზარმაზარია. ის, რაც თავიდან რეგიონულ საწვავის პრობლემად ჩანდა, უკვე გადაიქცა კრიზისად, რომელიც თითქმის მთელ რუსეთს მოიცავს. და თქვა უნდა, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. გარდა რამდენიმე განცხადებისა, რომლებიც იმდენად ხმამაღლა გაკეთდა, რომ რუსეთიდან გარეთაც გაიგეს, რუსეთის ფედერაციიდან ბევრი ინფორმაცია არ გამოდის. პუტინს ნამდვილად არაფერი უთქვამს კრიზისზე და ეს გასაკვირი არ არის. იმის აღიარება, რომ მთელ რუსეთში საწვავის დეფიციტია, პუტინისთვის იგივე იქნებოდა, რაც იმის აღიარება, რომ უკრაინა თავისი დარტყმებით რუსეთს შესაძლოა სერიოზულ ზიანს აყენებდეს.
Wall Street Journal წერს, რომ პუტინის კაბინეტი 26 ივნის შეხვედრას გამართავს ამ პრობლემის განსახილველად, მაგრამ ძნელია იმის წარმოდგენა, რა სახის გამოსავალს შესთავაზებენ ისინი. კრემლს არ შეუძლია სათვავი ჰაერიდან გააჩინოს და რთულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისგან წარმოების გაზრდის მოთხოვნა, როცა ამავე ქარხნებს უკრაინული დრონები ისევ და ისევ ესტუმრებიან. ამაზე ცოტა ხანში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი კოლექტიურად დუმილს ინარჩუნებს, რუსი ხალხი ხმამაღლა საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელთაც აწყდებიან. ჟურნალი წერს ერთ ქალზე, რომელმაც ტელეგრამში დაწერა, რომ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის მზავრობისას საწვავის ჩასასხმელად 2 საათზე მეტ ხანს მოუწია ლოდინი. ის ფაქტი, რომ საერთოდ ამ რეგიონებს ვახსენებთ, გაჩვენებთ, რამდენად შორს გავრცელდა და ეს კრიზისი. ეს ორი რეგიონი პუტინისთვის რუსეთის გვირგვინის მარგალიტებია. თუმცა საწვავის დეფიციტი აქვთ რუსეთის რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება, გთავაზობთ მეტ ინფორმაციას. საწვავს ვერ ვასხამთ. კრასნოდარში არ არის საწვავი, როგორც ერთმა მძღოლმა განუცხადა გამოცემას. 1000 კილომეტრზე მეტი დაშორებით თათრეთში კიდევ ერთი ამბობს, როგორც ყოველთვის, ის არის ცარიელზეა და უბრალოდ პანიკაში ვარ. არც ერთი ეს რეგიონი არ არის იმ 7 რეგიონს შორის, რომლებიც უკვე სახელით ვახსენეთ და ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ საწვავის კრიზისი მთელ რუსეთში გავრცელდა. დაწახლა პუტინს აქვს ხელში, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ამის აღიარება, არის საწვავის ყველაზე მძიმე კრიზისი, რომელსაც რუსეთი იძულებული გახდა გამკლავებოდა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. და შეიძლება ეს იყოს ყველაზე მძიმე ასეთი კრიზისი, რომელსაც რუსეთი პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეხვედრია. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ პერიოდში, 2025 წელს იწერებოდა ანგარიშები რუსეთში მსგავსი კრიზისის შესახებ. როდესაც უკრაინამ 2025 წლის მეორე ნახევარში დაიწყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები, რიგები იქნებოდა და შეზღუდვები წესდებოდა. უკრაინამ აგვისტოსთვის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის მინიმუმ 17% გაანადგურა, წერს გარდიანი. და ჩანდა, რომ რუსეთი საწვავის ისეთივე დიდ კრიზისში იყო, როგორიც ახლა ვხედავთ. თუმცა როგორც ჩანს, ეს ასე აღარ არის. 2025 წლის დეკემბრის ანგარიშში Moscow Times-ი 1600 ადამიანის გამოკითხვაზე წერს, რომელმაც აჩვენა, რომ მხოლოდ მე-4-ზე ნაკლებს ქონია რაიმე სახის დეფიციტი, ხოლო მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ პრობლემა 5-ზე მეტჯერ გამოუცდია. ყველა იმ ადამიანიდან, ვინც 2025 წელს დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემას შეეჯახა, მხოლოდ 10%-მა თქვა, რომ ალტერნატიული ბენზინგასამართი სადგურის პოვნა ვერ შეძლო. ასე რომ 2025 წელს დეფიციტი იყო, მაგრამ შეიძლება კრიზისი არ ყოფილიყო. 2026 წელი კი სრულიად განსხვავებულია. მეტი ვიდრე 50 რუსულმა რეგიონმა შეზღუდვები გამოაცხადა. აშკარაა, რომ ახლა რასაც ვხედავთ, უფრო მასშტაბურია ვიდრე ოდესმე გვინახავს. რუსეთში მას შემდეგ, რაც პუტინმა თავისი ომი დაიწყო. მაგრამ თუ ეს რიცხვი მარტო არ არის საკმარისი, რომ დაგარწმუნოთ, კიდევ სხვა ფაქტორებიც არსებობს. რუსეთში უკვე იწყებს სასუწარკვეთა ფესვების გადგმას, რადგან უკვე შემოდის ცნობები მასობრივი საწვავის დეფიციტის გამო წარმოშობილ პრობლემებზე. ეს ამტკიცებს, რომ რასაც ვხედავთ, ნამდვილი საწვავის კრიზისია. მაგრამ სანამ უფრო ღრმად ჩაუღმავდებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ჩვენ ვსწავლობთ სათაურების მიღმა არსებულ ამბებს, რათა სრულად გაგაცნოთ ისტორია. ყველა ჩვენს ვიდეოში ამიტომ დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ ჩვენი არხი, რათა მომავალშიც იხილოთ ჩვენი ვიდეოები თქვენს ფიდში. ამჟამად რუსეთში უკვე ვხედავთ დეფიციტის უთხوار ნიშნებს, გადამკიდველები გამოჩნდნენ. ადამიანები, რომლებიც სურთ ისარგებლონ მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზისო კანონებით, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი საწვავი შეიძინონ რუსეთში, რათა შემდეგ დიდი მოგებით გაყიდონ. თუ გახსოვთ COVID-19 პანდემიის დასაწყისი, შეიძლება გახსენდეთ, როგორ იმარაგებდნენ ადამიანები აბსურდულად ტუალეტის ქაღალდსა და ხელის სადეზინფექციო საშუალებას, რათა სწრაფად გაეკეთებინათ ფული. ეს იგივეა უბრალოდ სათაურის შემთხვევაში. რუსეთი უკვე ცდილობს აღკვეთოს ეს მზარდი გადაყიდვის ბაზარი, რადგან ცდილობს დამალოს საწვავის კრიზისის მასშტაბურობის ნამდვილი სურათი. ივნისის 22-ის ანგარიშში United 24 მედიამ გაამჟღავნა, რომ ციფრულმა პლატფორმებმა მთელ რუსეთში, მათ შორის Wildberries-სა და Avito-ზე, დაიწყეს რეკლამების აკრძალვა გადამხედველებისთვის, რომლებიც ცდილობენ სწრაფად გამოიმუშაონ ფული გაჭირვებული ადამიანებისთვის ბენზინის მიყიდვით. ეს პლატფორმები ამას საკუთარი სურვილით არ აკეთებენ. ისინი თანამშრომლობენ რუსეთის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, რათა აღკვეთონ ბენზინისა და დიზელის გადაყიდვების ზრდა, რაც საწვავის კრიზისის გავრცელების შემდეგ დაიწყო რუსეთში. ბევრი ცდილობდა ბედიეთსა და ამპულის საშონელ სქემაში. ანგარიშის წინა კვირას ავიტოზე ბენზინის ძებნისას 740 განცხადება გამოჩნდა, საიდანაც 340 კორპორატიული სუბიექტების მიერ იყო განთავსებული. ამჟამად United 24 მედიის ინფორმაციით, რუსეთის 29000 ბენზინგასამართ სადგურიდან 7000 საწვავი უმთავრდება მასშტაბა, მას შემდეგ რაც საწვავის ბაზრის უმსხვილესმა კომპანიებმა გაყიდვების შეზღუდვა დაიწყეს. ეს კომპანიები ამტკიცებენ, რომ პანიკური შესყიდვების შეჩერებას ცდილობენ, თუმცა შესაძლოა ნაკლებს ყიდიან, იმიტომ რომ ნაკლები აქვთ. ეს სასუწარკვეთა ასევე ვრცელდება რუსეთის ავიაციის სექტორზეც. 13 ივნისს RBC უკრაინამ გაამჟღავნა, რომ რუსეთმა საწვავის შევსებაზე შეზღუდვები დააწესა რამდენიმე კომერციულ აეროპორტში, მათ შორის კრასნოდარში, მახაჩყალასა და ნიჟნი-ნოვგოროდში.
საბითუმო ფასები ავიაკეროსინზე რუსეთში ასევე 52%-ით მაღალია, ვიდრე მარტის დასაწყისში იყო. და აშკარაა, რომ ეს შეზღუდვები სწორედ ამის უზრუნველსაყოფად დაწესდა. ავიაციური საწოვის შემცირებული მარაგი პირველ რიგში სამხედროებს მიეწოდებათ, ხოლო კომერციულ ავიახაზებს სულ უფრო ნაკლებად. რუსეთმა ასევე აკრძალა ავიაკეროსინის ექსპორტი 30 ნოემბრამდე, რათა შიდა მარაგი შეინარჩუნოს. ასე რომ მხოლოდ ბენზინი არ იწურება. რუსეთში ავიაციური საწვავით სწრაფად ქრება. რუსეთის მცირე ავიაციის სექტორი განსაკუთრებით პანიკაში ვარდება. ამის შესახებ იუთხება 22 ივნისის კიევ პოსტის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მცირე თვითმფრინავების პილოტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ავიაციური საწვავის პოვნა მათი საჰაერო ხომალდებისთვის. კлау, შეზღუდული მარაგები და ფასების ზრდა სახელდება მთავარ მიზეზებად, რაც ორივე უკრაინის კამპანიის შედეგია რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ. იგივე გამოცემა დამატებით ინფორმაციასაც ამატებს რუსეთის კომერციული ავიაკეროსინის პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ მინიმუმ 2 ავიაკომპანიას შეწყვეტილი აქვს რეზერვული საწვავის მიწოდება თავის პილოტებისთვის. ამიტომ თუ ცუდი ამინდი ან მოულოდნელი გადამისამართება მოხდება, ამ პილოტებს ბევრი არჩევანი აღარ აქვთ, რომ თვითმფრინავები ჰაერში შეინარჩუნონ. რაც შეეხება მცირე თვითმფრინავებს, United 24 მედია ამატებს, რომ ზოგიერთი პილოტი საკუთარ თვითმფრინავებში ავტომობილებისთვის განკუთვნილ ბენზინს ცდის. ეს ცუდი იდეაა. არსებობს მიზეზი, რატომაც თქვენ ვერ ნახავთ თუნდაც პროპელერიან თვითმფრინავებს ბენზინგასამართ სადგურებთან მისულს. ავტომობილის ბენზინი ნაკლებად სტაბილურია ვიდრე საავიაციო ბენზინი, რომელსაც ასეთი ტიპის თვითმფრინავები უნდა იყენებდნენ. ყოველ ჯერზე, როცა პილოტი აფრინდება საწვავით, რომელიც მისი თვითმფრინავისთვის განკუთვნილი არ არის, ის საკმაოდ სერიოზულ რისკზე მიდის. ძრავებმა შეიძლება აფეთქდეს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ რუსეთს ამ პილოტებისთვის საჭირო კონკრეტული ტიპის საწვავი უმცირდება. კлау და კлау ხედავთ მტკიცებულებებს რუსეთის საწვავის კრიზისის შესახებ. და მიუხედავად იმისა, რომ Moscow Times-ის აზრით ეს კრიზისი კრემლისთვის გარკვეულწილად მართვადია, სულ მცირე ამ ეტაპზე არჩევანი იწურებ. უკრაინა თავის კამპანიას არ შეწყვეტს. პირიქით, ის კიდევ უფრო გააძლიერებს მას. საწვავის ფასების გაზრდამ შეიძლება ბუნებრივად შეანციროს მოთხოვნა, თუმცა ეს ასევე გამოიწვევს უკმაყოფილებას და რეალურად არ გადაჭრის იმ პრობლემას, რომ ბევრ რუსს მანქანის ტარება აღარ შეეძლება. გამოცემა ასევე ვარაუდობს, რომ დეფიციტი შემოდგომისთვის თავისით იწყებს მოგვარებას, თუმცა უკრაინის მიერ გამოწვეული დეფიციტის პერიოდები ყოველწლიურად უფრო გრძელდება. ეს მაინც ძირითადად იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ბევრი არაფერი შეუძლია გააკეთოს, გარდა იმისა, რომ იმედოვნოს უკრაინის თავდასხმები შენელდება. და ეს კარგად გვიყვანს იმასთან, რამაც საერთოდ გამოიწვია რუსეთში საწვავის კრიზისი. ვიდეოს დასაწყისში გითხარით, რომ უკრაინა მიპოვა რუსეთის გამორთვის ღილაკი და დააჭირა მას. პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა მუდმივად უტევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს კამპანიაში, რომელიც სერიოზულად 2025 წელს დაიწყო და კიდევ უფრო გამწვავდა, როცა 2026-ში შევედით. Wall Street Journal მიუთითებს ბოლო თავდასხმაზე მოსკოვის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსული დედაქალაქისა და მინდებარე ტერიტორიებისთვის საწვავის მესამედზე მეტს აწვდის, როგორც მტკიცებულებას იმისა, რასაც უკრაინა აკეთებს. ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ მარტის შემდეგ 24-ზე მეტი ასეთი ტიპის დარტყმა განახორციელა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რაც შესაძლოა რუსეთის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 20% უკვე გამოთიშული ჰქონდეს. ეს თავისთავადად სერიოზულია, მაგრამ სხვა მონაცემებიც არსებობს, რომლებიც უკრაინის კამპანიის რეალურ მასშტაბებს აჩვენებს. რადიო თავისუფალი ევროპა. რადიო თავისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ 1 მაისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე რუსეთის ნავთობის ობიექტებზე, მათ შორის გადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და საცავებზე, სულ მცირე 40 დარტყმა განახორციელა. ყველაზე შთამბეჭდავი ამ დარტყმებიდან იყო ის, როდესაც უკრაინამ 1500 კილომეტრზე უფრო შორს მდებარე ობიექტები დააზიანა და ვლადიმერ პუტინს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ უკრაინის დრონებს შეუძლიათ თითქმის ნებისმიერ მნიშვნელოვან ადგილს მიაღწიონ რუსეთის ტერიტორიაზე. ევრომაიდან პრესი უფრო ფართო სურათს გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ უკრაინამ 2022 წლიდან რუსეთის 33 უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 24-ზე მიიტანა იერიში, ხოლო ამ დარტყმების უმეტესობა ბოლო 12 თვეში განხორციელდა. და საქმე მხოლოდ დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაოდენობაში არ არის, არამედ ამ იერიშების განმეორებადობაში. მაისის 22-ს კიევის ინდეპენდენტმა დაამა, რომ უკრაინამ პუტინის შეჭრის შემდეგ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სულ 158 იერიში მიიტანა. ძალიან უხეში საშუალო მაჩვენებელი ამ რიცხვისა და დაზიანებული 24 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიხედვით გვაძლევს თითქმის 6.6 იერიშ თითოეულ ქარხანაზე. თუმცა ეს რიცხვები, რა თქმა უნდა, განსხვავდება იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინა კონკრეტულ ქარხანას. და ივნისის 16-ისთვის ოდესის ჟურნალი იუწყებოდა, რომ უკრაინის იერიშებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 30%-ზე მეტი დააზიანა, ნაცვლად იმ 20%-ისა, რასაც Wall Street ჟურნალი ამტკიცებს. ყველა ეს რიცხვი გვიჩვენებს, რომ რუსეთს ნავთობის პრობლემა არ აქვს, მას უკრაინული დრონების პრობლემა აქვს. უკრაინის ძალისმიერი სანქციებია საწვავის დეფიციტის მიზეზი, რომელიც მთელ რუსეთში გავრცელდა. ეს ასევე ის მიზეზია, რის გამოც რუსეთს უჭირს ნავთობის გაყიდვა.
Bloomberg podcast-ს აღნიშნავს, რომ 11 ივნისის OPEC-ის ანგარიში ნათქვამია, რომ მაისში რუსეთის ნედლი ნავთობის წარმოება დღეში 690,000 ბარელით ჩამორჩებოდა იმ დონეს, რომელიც შეთანხმებით იყო განსაზღვრული OPEC-თან. ეს დამთხევა არ არის. უკრაინა ამ ნავთობს წვავს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს მისი გაყიდვა არ შეუძლია, ხოლო რაც რუსეთს დარჩა, შიდა ბაზარზე მიემართება. The Moscow Times ამატებს, რომ მაისში რუსეთის შემცირება უკვე მე-6-ე ზედიზედ თვეა, რაც ქვეყნის ნავთობის წარმოება მცირდება. კიდევ ერთხელ ამის მიზეზი უკრაინა და მისი მფრინავი სანქციებია. ისინი ახლა რუსეთში ქაოსს ქმნიან, არა მხოლოდ შიდა საწვავის პრობლემების მხრივ, რაც თავისთავად საკმარისად ცუდია, არამედ ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა ნავთობის ობიექტს ანადგურებს, იქნება ეს გადამამუშავებელი, საწყობი თუ ტერმინალი, ეს რუსულ ჯიბეს ურტყამს. როდესაც ნავთობის შემოსავლები მცირდება და გადასახადების ამოღება მოსალოდნელზე ნაკლებია, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მხოლოდ იზრდება. New Voice of Ukraine-მა 17 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის შემოსავლები ახლა პროგნოზზე 28 მილიარდი დოლარით ნაკლებია, რაც პუტინის საომარ მანქანაზე მოქმედებს. რუსეთს მოუწევს ხარჯების გაგრძელება ომის გასაგრძელებლად, მაგრამ ახლა უკვე იწყებს დიდი თანხების დაკარგვას და ეს ყველაფერი უკრაინის გამო ხდება. მაგრამ აქ რუსეთისთვის ეს სერიოზული პრობლემა კიდევ უფრო მძიმდება. რუსეთს არ შეუძლია სწრაფად შეაკეთოს ნავთობ გადამამუშავებელი ქელი ქარხნები, რომელსაც უკრაინა მუდმივად უტევს. დასავლეთის სანქციებმა რუსეთს კიდევ უფრო გაურთულა იმ კომპონენტების მოპოვება, რომლებიც სჭირდება უკრაინის დრონების მიერ დაზიანებული ტექნიკის შესაკეთებლად. ეს შეუძლებელი არ არის, მაგრამ რუსეთს სანქციების გვერდისავლით უწევს ნაწილების შეძენა მესამე ქვეყნებიდან, რომლებსაც თავადაც უწევთ მოლოდინი მიწოდებაზე და ბუნებრივია ივია მაღალი ფასნამატით ყიდიან, რადგან რუსეთისთან ბიზნესის კეთებას რისკი ახლავს. ახლა ნაწილების ნელი მიწოდების გამო ისეთი შეკეთებები, რომლებიც ადრე რამდენიმე დღეს მოითხოვდა, ახლა თვეებს საჭიროებს. და როდესაც ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა კვლავ ამუშავდება, უკრაინას ჩვევად აქვს დრონები ისევ გაგზავნოს მის გასაჩერებლად. რუსეთისთვის ეს უკვე დაუსრულებელ ციკლად ექცა და ეს რუსეთის მოსახლეობას მოუსვენარს გახდის. საწვავის სადგურებზე რიგებსა და ყველა შეზღუდვას მიღმა მცირე ნიშნებიც კი ჩანს იმისა, თუ როგორ აისახება რუსეთის საწვავის დეფიციტი მის მოსახლეობაზე. როიტერის ცნობით, ყირიმში ბავშვთა საზაფხულო ბანაკები სათვალის ნაკლებობის გამო შეჩერებულია. შეიძლება ეს პატარა პრობლემა იყოს, მაგრამ ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ უბრუნდება პუტინის დაწყებული ომი მისივე ხალხის ზიანად. მეტად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ რუსეთში საპროცენტო განაკვეთები სავარაუდოდ მაღალი დარჩება იმ ეკონომიკური პრობლემების გამამო, რასაც უკრაინის კამპანია იწვევს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 19 ივნისს საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 14.5%-დან 14.25%-მდე შეამცირა, რაც ზედაპირზე თითქოს კარგი ამბავია. მაგრამ ევრონიუსი აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსები უფრო მკვეთრ შემცირებას ელოდნენ და 14.25% მაინც აბსურდულად მაღალია. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ ასევე გააფრთხილა, რომ მის მიერ ასე წოდებული ინფლაციური რისკები კრემლის მოლოდინზე მაღალი ხარჯებთან ერთად ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის პრობლემები მალე არ გაქრება. ისინი შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, განსაკუთრებით თუ უკრაინა გააძლიერებს თავის კამპანიას რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, პუტინის ომი მისივე ხალხს უბრუნდება და აზიანებს. და თუ ფიქრობთ, რომ კრემლი რამეს გააკეთებს იმისთვის, რომ შეამციროს ის უკმაყოფილება, რომელიც ამ ყველაფრიდან გარდაულად წარმოიშვება, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. რუსეთის გზავნილი თავისი ხალხისთვის, რომელიც პროკრემლის ტელეშოუს წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა გააჟღერა, არის ის, რომ სოციალურ ქსელებში საწვავის დეფიციტზე საუბარი უბრალოდ ისტერიკაა. სოლოვიოვის შოუში ერთმა გამომცვლელმა კი სცადა დაემტკიცებინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ბენზინი ყველგან იყო. მაგრამ ასე არ არის. დეფიციტი სიბირიდან მოსკოვამდე და მის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა. და სანამ პუტინი აგრძელებს მომხდარის მნიშვნელობის დაკნინებას, უკრაინა მხოლოდ გააუარესებს ყველაფერს. ფული იწურება, საწვავიც იგივე გზას მიხვება და ადრე თუ გვიან ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები გადაიზრდება სოციალურ არეულობაში, რაც ყველაზე ნაკლებად უნდა პუტინს. ყირიმი ყველაზე მძიმედ განიცდის ამ ყველაფერს. შეიძლება ითქვას, რომ საწვავის მასიური დეფიციტი ოკუპანტებისთვის ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაზე მცირე პრობლემაა. უკრაინის იზოლაციის სტრატეგია ყირიმს კუნძულად აქცევს და მალე პუტინის უკანონო მმართველობას დაასრულებს. როგორ? პასუხებს და იმას თუ რას აკეთებს უკრაინა შეგიძლიათ ჩვენს ვიდეოში ნახოთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომდევნო გადაცემები იმის შესახებ, თუ როგორ აისახება პუტინის ომი მის საკუთარ ხალხზე. და მადლობა, როგორც ყოველთვის, რომ უხურეთ.